ეხლა მინდა გითხრათ, როგორი იქნება დამოკიდებულება თვითონ კრედიტის გამცემი ორგანიზაციების. და ეს თქვენ ძალიან კარგად იცით. ამ რთულ მდგომარეობაში და თქვენ ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა მე ახლა ვიღა მეკითხება, მთავრობას თუ ამას მხარს უჭერს და თქვენ თვლით, რომ ეს არის ყველაზე მოკლე გზა ამ ადამიანის პრობლემის მოსაგვარებლად, უბრალოდ 1 თებერვალიც მალე მოვა. მე არ მინდა ვიგულისხმო, რომ ეს რაღაცნაირად დაკავშირებულია საარჩევნო ციკლთან, იმიტომ რომ მე ადგილობრივი არჩევნებია. 1 თებერვალიც მალე მოვა. აი ამ კანონპროექტით, ბატონო გედი და იმ თქვენ დანარჩენ 59 ადამიანს ვეუბნები და გეუბნებით თქვენ. ქალბატონებო და ბატონებო, ვინც აქ ხარ დაინტერესებული, ეს პრობლემა არ გვარდება, ეს პრობლემა უარესი გექნებათ და მე იქნება მუდმივად დამოკიდებული გადათაგუნვანის პრინციპი იქნება. უბრალოდ მე სულ არ მეთქვა, არ ვიქნებოდი მართალი ჩემ თავთან, არ ვიქნებული იმ საკითხთან, მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ყველაზე არაპოპულარული გამოსვლა მქონდა ამ პარლამენტში, მაგრამ მქონდა ის გამოსვლა, რაც ბევრ თქვენთაგანს გულის სიღრმეში ეს აწუხებს, მაგრამ უნდა ითქვას, პრობლემა მოსაგვარებელია, მაგრამ არა იმ გზით, რომ ნარკოტიკი დაუკეტო და ამ ნარკოტიკის მე ტკივილი 6 თვეში უფრო უარესი იყოს იმ ხალხისთვისაც, ვინც ეხლა მოვალეა და იმ ხალხისთვისაც, ვინც ცეცხლი გასცა და იმ ცეცხლი ვერ დააბრუნა. უბრალოდ მე არ მინდა ციფრებზე ვილაპარაკო, საბანკო სექტორმა არაფერი არ თქვა, როგორც ჩანს, მას მოწონს ესა, თუმცა უნდა გითხრათ, 38%-ით გაზრდილია დაუბრუნებელი სესხების რაოდენობა ამ წელიწადში წინა წელთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს თქვენთვის არაფერი არ არის, არც ის არაფერი არ არის, რომ ეკონომიკაში ნულოვანის და არც ის არაფერი არ არის, რომ 257 მილიონი გარღვევა, მაგრამ გთხოვთ, თუ ამაზე თქვენ საუბრობთ სერიოზულად, მე მზათა ვარ ამ საკითხში თქვენს გვერდზე ვიყო, მაგრამ არა ისე, რომ ეხლა ლამაზად გამოვიდეთ, თავი მოვაწონოთ ვიღაცას და 6 თვეში მე თავის ტკივილი კონდეს თქვენს, ჩვენს და ქართულ სახელმწიფოს და ამ ადამიანებსაც, რომელიც ეხლა დარწმუნებული ვართ, არც არ დამეკრება.